საამომშვიდობისა, თქვენ უსმენთ ნამდვილ ისტორიებს თეონა გეგელიასთან ერთად. დღეს ვილაპარაკებთ დასავლური ცივილიზაციის სამი ფუნდამენტიდან ერთ-ერთზე, ძველი რომის ისტორიაზე, რესპუბლიკიდან იმპერიამდე. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს, მადლობა მათაც, ვინც გადაწყვეტს ჩვენს ფინანსურ მხარდაჭერას. მათთვის ბმული არის როგორც ამ ვიდეოს აღწერაში, ასევე არხის აღწერაში. თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია ამ არხის არსებობისთვის. ქვეყნები, რომლებიც ლათინურის მემკვიდრე რომანულ ენაზე ლაპარაკობენ, დღეს ნახევარ მსოფლიოს შეადგენენ. ეს ციფრებიც რომაელების მემკვიდრეობაა. თავად ძველი რომაელებისთვის კი მთელი ცივილიზებული სამყარო თავს იყრიდა მათი სახელმწიფოს საზღვრებში. რომაული სამყარო პაქს რომანა გლობალიზაციის პირველი მაგალითია. როგორ გახდა ეს შესაძლებელი? ამის გარკვევას შევეცდებით დღევანდელ გამოშვებაში. დღეს რომი იტალიის დედაქალაქია, ქალაქი, რომელიც 7 ბორცვზე მდებარეობს. 2000 წლის წინ ეს სულ სხვა სახელმწიფო იყო. მანამდე კიდევ 1000 წლით ადრე ლათინების ტომის პატარა დასახლება მდინარე ტიბრთან. რომს ძალიან გაუმართლა მეზობლებში. ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ ტუსკები, იგივე ეტრუსკები, იდუმალი ხალხი, რომელთა ენაც დღემდე არ არის ბოლომდე გაშიფრული. სამხრეთით ცხოვრობდნენ ბერძნები. იტალიის ამ ნაწილს მაშინ დიდებულ საბერძნეთს უწოდებდნენ. ყველა აქტიურად ვაჭრობდა ერთმანეთთან. ამ სავაჭრო გზაჯვარედინზე გაჩნდა რომი. თავდაპირველად რომი იყო ღია ქალაქი, გარიყული ადამიანების, გაქცეული მონების და მკვლელების თავშესაფარი. ის მიგრანტებს უნიკალურ პირობებს თავაზობდა. მოქალაქეობის მიღებას, რაც ამ ქალაქს ანტიკურობის უმსხვილეს მეგაპოლისად გადააქცევს. თავად რომაელები თავს მიიჩნევდნენ ახლო აღმოსავლეთელი დევნილების შთამომავლებად, რომლებიც ტროას ომს გამოექცნენ. რომი და რომული იყვნენ ტროელი გმირის ენეასის შვილთა შვილები. იტალიური მგლის გაზრდილმა ძმებმა იჩხუბეს იმაზე, თუ სად უნდა დაეფუძნებინათ მსოფლიოს მომავალი ქალაქი. რომულმა მოკლა რემი, ქალაქს საკუთარი სახელი უწოდა და გახდა მისი პირველი მეფე. ლეგენდის თანახმად რომს სულ 7 მეფე ჰყავდა. თითოეული მართავდა ძალიან დიდხანს და ყველა მათგანმა ხალხს დაუტოვა რაღაც სასარგებლო. კალენდარი, კანალიზაცია, უმაღლესი ღმერთის იუპიტერის ტაძარი, რომელსაც რომაულ მითოლოგიაში იგივე როლი ჰქონდა, რაც ბერძნულ პანთეონში ზევს. სინამდვილეში ბევრი რამ, რითაც რომაელებმა მოგვიანებით თავი ისახელეს, აკვედუკები, ხიდები და შესაძლოა გლადიატორთა ბრძოლებიც კი მათ ეტრუსკებისგან გადაიღეს. ლათინური ანბანიც ეტრუსკების გამოგონილია. სწორედ მათ მოარგეს ახალი ალფაბეტი ბერძნულ ასოებს. ბოლო ლეგენდარული მეფეებიც ეტრუსკები იყვნენ. სწორედ მათგან ისწავლა რომმა სამხედრო და სახელმწიფო ორგანიზება. ძველი დროით 509 წელს ქალაქში სექსუალური სკანდალი აგორდა. მეფე ტარკვინიუს ამაყის ვაჟმა იძალა და კეთილშობილ ასულზე ლუკრეციაზე, რომელმაც ამის გამო თავი მოიკლა. ტარკვინიუსი განდევნეს ქალაქიდან, ის იყო რომის უკანასკნელი მეფე. რომაელებმა გადაწყვიტეს აღარ დაეშვათ ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაცია და ძველი დროით 509 წლიდან მონარქის ნაცვლად დაიწყეს მკაცრად 1 წლით 2 კონსულის არჩევა. კონსულებს აკონტროლებდა სენატი. ის შედგებოდა 300 მამისგან, ლათინურად პატრესგან. აქედან მოდის პატრიციები, უძველესი ოჯახების წარმომადგენლები. მათ ვისაც არ გაუმართლა და ასეთ ოჯახში არ დაიბადა, პლებეების კლასს მიეკუთვნებოდნენ. პლებსი ესაა ხალხის მასა. მათ არ ჰქონდათ სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა პატრიციებივით მდიდრები. სწორედ ამ უფლებისთვის ბრძოლაში ჩამოყალიბდა რესპუბლიკა, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს საერთო საქმეს. ეს ბრძოლა გაგრძელდება 200 წელი. პლებეები იყვნენ არმიის საფუძველი და საკუთარი მიზნებისთვის რომ მიეღწიათ ამ მყიფე სახელმწიფოს მუდმივად ემუქრებოდნენ, რომ ემიგრაციაში წავიდოდნენ. ყველა ჯერზე შეშინებულ პატრიციებს უწევდათ დათმობა. მაგალითად შემოიღეს სპეციალური თანამდებობა პლებეების უფლებების დამცველი, სახალხო ტრიბუნები ვეტოს უფლებით. მათ შეეძლოთ კონსულების ნებისმიერი გადაწყვეტილების გაუქმება. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო ის, რომ გამოიცა პირველი დაწერილი კანონები. მანამდე სამართალი იყო ზეპირი და პატრიციები მათ როგორც უნდოდათ ისე განმარტავდნენ. ძველი დროით 287 წლისთვის პლებეები პატრიციებს უფლებებში სრულად გაუთანაბრდნენ. რომის ერთობა გამოიხატა ფორმულაში სენატი და რომის ხალხი.
Senatus Populus Quo Romanus, რომლის აბრევიატურითაც დღემდე გაფორმებულია რომში საკანალიზაციო ჭებიც კი. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 390 წელს რომის ისტორია შეიძლება დასრულებულიყო კიდეც. ქალაქი მოულოდნელად დაიპყრეს გალებმა. ძველმა ძაღლებმა ვერ იგრძნეს საფრთხე, რისთვისაც მათ ყოველწლიურად ჯვარზე გააკრავენ. კაპიტოლიუმზე ციხესიმაგრის ბოლო დამცველები გააღვიძეს ბატებმა, რითაც გადაარჩინეს ქალაქის სრული დანგრევისგან. თავზარდაცემულმა რომაელებმა სამხედრო რეფორმა ჩაატარეს. რომის ლეგიონი გაჰყვეს მანიპულებად, რაც მას ბრძოლებში უფრო მოქნილს ხდიდა. მომდევნო 100 წელი რომის არმია მუდმივ ომებშია და მთელ იტალიას გააერთიანებს. იმის ნაცვლად, რომ დამარცხებულები უბრალოდ დაებეგრათ, რომაელები მათთან სამოკავშირეო შეთანხმებებს აფორმებდნენ. ლოიალური მოკავშირეები კი რომისთვის გადაიქცევიან ახალწეულების უშრეთ წყაროდ. სწორედ ამის წყალობით გაუმკლავდებიან რომის ლეგიონები იმ დროის ყველაზე ეფექტიან ჯარს, რომელმაც ცოტახნით ადრე მთელი აზია დაიპყრო, მაკედონურ ფალანგას, რომელსაც ხელმძღვანელობდა პიროსი, თავად ალექსანდრე მაკედონელის ნათესავი. თავისი დროის ყველაზე ძვირფასი და ვარსკვლავური მხედართმთავარი რომაელებისგან თავის დასაცავად დაიქირავა ბერძნულმა ქალაქმა ტარენტმა, რომელთა ექსპანსიის ბოლო წინააღმდეგობის კერამ იტალიაში. ტარენტის დაპყრობის და სიცილიამდე მისვლის შემდეგ რომი დაეჯახა გაცილებით საშიში მოწინააღმდეგის ინტერესებს, ხმელთაშუა ზღვის პატრონს კართაგენს. რომაელები კართაგენელ ფინიკიელებს უწოდებდნენ პუნებს. აქედან მოდის პუნიკური ომების სახელწოდებაც. ეს ომები გაჭიანურდა მომდევნო 100 წლის განმავლობაში. ძველი დროით 159 წლისთვის რომა დაიპყრო პუნების ტერიტორიის უდიდესი ნაწილი და მისი მოკავშირეები. მაგრამ თითოეული დამარცხების შემდეგ კართაგენი ვაჭრობის წყალობით სწრაფად აღდგებოდა ხოლმე. სენატორი უფროსი კატონი ყველა თავის გამოსვლას ამთავრებდა სიტყვებით: კართაგენი უნდა დაინგრეს. ასეც მოხდა და ჩვენ წელთაღრიცხვამდე 156 წელს რომაელებმა ქალაქი აღგავეს მიწისგან. მთელი მოსახლეობა მონებად აქციეს. სამუდამოდ დაწყევლის ნიშნად კი მიწაზე მარილი მოაფრქვიეს. იმავე წელს რომაელებმა მიწასთან გაასწორეს კიდევ ერთი ქალაქი კორინთი. საბერძნეთი და მაკედონია რომის პროვინციებად გადაიქცნენ. რომი მიისაკუთრებს ალექსანდრე მაკედონელის ჩამოშრილი სახელმწიფოს უზარმაზარ სიმდიდრეს, მაგრამ მისი პატრიარქალური მინიმალიზმი დამარცხდება დახვეწილ ბერძნულ კულტურასთან. ბერძნული გახდება ფაქტობრივად მეორე სახელმწიფო ენა. რომაელი დიდგვაროვნები სწრაფად იწყებენ ახალი სიტყვების სწავლას, როგორებიცაა ჰეგზამეტრი, ისტორია, რიტორიკა. რომის ყველაზე ცნობილი ორატორის ციცერონისთვის იმუში ხდება ბერძენი დემოსფენის გამოსვლები. მაგრამ ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე სრულად უფლებები აქვთ მხოლოდ რომაელებს. დანარჩენი იტალიის მცხოვრებლებსაც კი, რომლებიც არმიაში უმრავლესობას წარმოადგენდნენ, მოქალაქეობის უფლება არ ჰქონდათ. ისინი მოითხოვენ თანასწორობას, გამოაცხადებენ ომს და მოიპოვებენ სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის უფლებას, რაც ყველაფერს შეცვლის. თუკი ძველი საბერძნეთი ბოლომდე არსებობდა როგორც მებრძოლი ქალაქი პოლისების ნაკრები, რომა მოქალაქეობის უფლება გაავრცელა დაპყრობილ მოსახლეობაზეც და ამით საფუძველი ჩაუყარა იმპერიას. დაიპყრო რა ნახევარი მსოფლიო, რომი გლობალიზაციის მსხვერპლი გახდა. იაფმა ხორბალმა და ახალი ტერიტორიებიდან მომავალმა უფასო ცოცხალი ძალის მონების ნაკადმა გააკოტრა წვრილი გლეხობა, რომლებიც რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ. ისინი მიაწყდნენ ქალაქს და შეავსეს მუშათა რიგები. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ გარდა საკუთარი შთამომავლებისა. იმავდროულად მდიდრები 100-ჯერ უფრო გამდიდრდნენ. მათ იაფად შეისყიდეს გაკოტრებული გლეხების მიწები. მანამდე ერთიანი სენატი და რომაელი ხალხი ორ მტრულ ბანაკად იყოფა. მათ შერიგებას შეეცდებიან სახალხო ტრიბუნები, ძმები გრაკხუსები. ტრიბუნი ერქვათ პლებეების ინტერესების დამცველ მოხელეებს რომში. ისინი გამოვლენ ინიციატივით, ჩამოართვან მდიდრებს ზედმეტი საზოგადოებრივი მიწა და გადასცენ ის გაკოტრებულ გლეხებს. ასევე დაიწყონ პურის უფასოდ დარიგება ღარიბებისთვის. სენატორები გადაწყვეტენ ძალით ჩაახშონ უკმაყოფილო გრაკხუსების მოძრაობა. მოკლავენ ძმებსაც და მათ რამდენიმე 1000 მხარდამჭერსაც. რომი სამოქალაქო ომებში ჩაეფლობა. მუშებისთვის სოციალურ ლიფტს მოიგონებს პოპულარული მხედართმთავარი გაიუს მარიუსი. დაიწყებს მათ აყვანას არმიაში და დაჰპირდება, რომ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მიწებს გადასცემს. ასე აღმოჩნდებიან ლეგიონები, უშუალოდ საკუთარი მეთაურების ერთგულები და არა სენატის და რომაელი ხალხის.
ჩვენ წელთაღრიცხვამდე 59 წელს რომში ძალაუფლების მოპოვებისთვის ერთმანეთს შეერკინება ორი დიდი სამხედრო მეთაური: გნეუს პომპეუს მაგნუსი და იულიუს კეისარი. გნეუს პომპეუსმა რომს მიუერთა აღმოსავლეთ პროვინციები. ასე შევიდა მის შემადგენლობაში მღელვარე იუდეა. ამასთანავე მან გაწმინდა ხმელთაშუა ზღვა მეკობრეებისგან, ჩაახშო მონების აჯანყება სპარტაკის მეთაურობით და თავის სახელს დაუმატა სიტყვა დიდი. იულიუს კეისარმა დაიპყრო გალია, რომის აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფო. დღეს ამას გენოციდს დაარქმევდნენ. მან მილიონი გალი დახოცა და ამდენივე მონად აქცია. შემდეგ დაამარცხა გელვეტები და გერმანელები და შეიჭრა ბრიტანეთში. კანონის თანახმად რომში დაბრუნებამდე მხედართმთავარს უნდა დაეშალა ლეგიონები და სანაცვლოდ მიეღო დიდების წამი. დედაქალაქში შესვლა მოქალაქეების ოვაციების ქვეშ. კეისარმა კი წარმოუდგენელი დემარში მოაწყო. ის არ დაემორჩილა სენატს, გადაკვეთა იტალიის საზღვარი, მდინარე რუბიკონი და თავის ლეგიონებთან ერთად გაემართა რომისკენ. რამდენიმე წლის განმავლობაში მან დაამარცხა პომპეუსიც და სხვა კონკურენტებიც, რისთვისაც რომაულმა ლეგიონებმა ერთმანეთთან ბრძოლა გააჩაღეს. გზად რომს მიუერთა ახალი ტერიტორიები და ეგვიპტეში გაამეფა კლეოპატრა, რომელთანაც სასიყვარულო რომანიც გააბა. ნილოსზე რომანტიკული კრუიზის შემდეგ კლეოპატრა გააჩენს პატარა კეისარს. რომში დაბრუნებული უფროსი კეისარი კი თავის სახელს დაუმატებს სიტყვას იმპერატორი, რაც ნიშნავს წარმატებულ მხედართმთავარს. ის საკუთარ ხელში მოაქცევს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და ერთდროულად გახდება კონსულიც, სახალხო ტრიბუნიც და დიქტატორიც. ოღონდ დიქტატორი რომში არ ნიშნავდა თანამედროვე დიქტატორს. ამ სტატუსს რომში მმართველს მხოლოდ 6 თვით ანიჭებდნენ. გავრცელდა ხმები, რომ კეისარს თავის მეფედ გამოცხადება უნდოდა. სენატში შეთქმულება მომწიფდა და კეისარი მოკლეს. თავისი ქონების მთავარ მემკვიდრედ კეისარმა გამოაცხადა შვილობილი ოქტავიანე ავგუსტუსი, რომელიც უმალ ჩაება ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. 31 წელს ის დაამარცხებს ბოლო კონკურენტს მარკუს ანტონიუსს, რომელთანაც ასევე ჰქონდა სასიყვარულო რომანი კლეოპატრას. საყვარლები თავს მოიკლავენ. უზარმაზარი ტერიტორიის ერთადერთი მბრძანებელი ხდება ოქტავიანე. კეისარი ხელისუფლებაში იყო 4 წელი. ოქტავიანე კი, რომელმაც აიღო ტიტული ავგუსტუსი, ანუ ღვთიური, რომს 43 წელს მართავდა. ფორმალურად მას რესპუბლიკა არ გაუუქმებია. უბრალოდ ყველა შესაძლო თანამდებობას საკუთარ ხელში მოუყარა თავი და მიიღო აბსოლუტური ძალაუფლება. მაგრამ საკუთარ თავს ხაზგასმით მოგრძალებულად უწოდებდა პრინცეპს, პირველ სენატორს. და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს საზღვრებთან გრძელდება შეტაკებები ბარბაროსებთან, სახელმწიფოს შიგნით დგება პაქს რომანა, მშვიდობის და სტაბილურობის ხანა მომდევნო 200 წლის განმავლობაში. იმპერიაში ეკონომიკური აღმასვლაა. 200,000 ადამიანი იღებს უფასო პურს. ავგუსტუსის ბრძანებით დედაქალაქის ცენტრში აშენებენ ღია 500 მეტრიან აუზს, რომელშიც 3000 გლადიატორი ნამდვილი გემებით აწყობს ბრძოლებს. რომში სამშენებლო ბუმია. იზრდება რაიონები ბეტონის მრავალსართულიანი შენობებით. ავგუსტუს უწევს სიმაღლის რეგლამენტის დაწესება და ცათამბჯენების სიმაღლის 6 სართულამდე შეზღუდვა. ქალაქის მცხოვრებლები მაინც უკმაყოფილოები არიან. ჩივიან ქუჩებში საცობებზე, ტიბრის დაბინძურებაზე და მაღალ საიჯარო გადასახადზე. დგება პოეზიის ოქროს საუკუნე. ავგუსტუსის კულტურის მინისტრი, მეცენატი გამოყოფს გრანტებს სახელმწიფო ღირებულებების სადიდებლად. ავგუსტუსის საპატივცემულოდ ააშენებენ ტაძრებს და თვესაც კი დაარქმევენ მის სახელს. ასე ყალიბდება რომის იმპერატორების კულტი. მათ მარსის და იუპიტერის ტოლებად გამოაცხადებენ. ავგუსტუსის შემდეგ პირველად იწყება ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა. სენატის ოპოზიციამ დაგვიტოვა პირველი იმპერატორების კაშკაშა პორტრეტები. ეჭვიანმა ტიბერიუსმა დიდებულთა შეურაცხყოფის შესახებ კანონის საფარქვეშ მოაწყო ტერორი. ამ კანონით ვისაც გინდა იმას გაასამართლებდი. ისიც საკმარისი იყო, მაგალითად, რომ ხელისუფლება კარგად არ შეგექო, ან საროსკიპოში ფული გადაგეხადა მონეტით, რომელზეც იმპერატორი იყო გამოსახული. შორეულ იუდეაში კი ჯვარს აცვეს მქადაგებელი, რომელიც უარს ამბობდა იმპერატორის ღმერთად აღიარებას. კალიგულას უნდოდა, რომ საკუთარი ცხენი კონსულად ექცია. მეცნიერი და გასტროენთუზიასტი კლავდიუსი იმდენად გატაცებული იყო წვეულებებით და ანბანის რეფორმით, რომ კარზე მიმდინარე ინტრიგებისთვის არ ეცალა.
შედეგად მისი ერთი ცოლი მესალინა საროსკიპოებში სიყვარულის ქურუმებს ეჯიბრებოდა. მეორემ აგრაპინამ კი კლავდიუსის სოკოთი მოწამლა იმისთვის, რომ ტახტზე საკუთარი შვილი ნერონი აეყვანა. აგრიპინას ნერონი სხვა ქორწინებიდან ჰყავდა. ნერონი, რომელიც თვლიდა, რომ მსახიობად დაიბადა და არა იმპერატორად, ჯერ მოკლავს საკუთარ დედას, შემდეგ მოციქულებს პავლეს და პეტრეს, შემდეგ ვითომ დაწვავს რომს, სინამდვილეში არ დაუწვავს, რომ ხანძრის დროს ტროას დაღუპვაზე ლექსები წაეკითხა, ხანძარში პირველ ქრისტიანებს დაადანაშაულებს, რომლებსაც მაშინ საშიში იუდეურ სექტად თვლიდნენ, მოაწყობს პირველ მასობრივ დევნას და დაასრულებს ცხოვრებას თვითმკვლელობით. ამ ეპოქის შესახებ დეტალების უმრავლესობა ჩვენ ვიცით ისტორიკოსის და სენატორის ტაციტისგან, რომლის თვალწინაც დეგრადირდებოდა რესპუბლიკური ინსტიტუტები. მართლაც სახალხო კრებები გააუქმეს იმპერიის ბედს წყვეტდა არაიმდენად სენატი, რამდენადაც პრეტორიანელთა გვარდია, იმპერატორის პირადი დაცვა, რომელიც ჯერ კიდევ ავგუსტუსმა შექმნა. სწორედ მათ დაახრჩეს ტიბერიუსი ბალიშით, მოკლეს კალიგულა და იმპერატორად დანიშნეს კლავდიუსი. ამავე პერიოდში იმპერიას ახალი ტერიტორიები მიემატა. რომის ლეგიონებმა დაიპყრეს ბრიტანეთის ნაწილი და დააარსეს იქ ქალაქი ლონდინიუმი, მომავალი ლონდონი. პროვინციებმა მიიღეს გადასახადების აკრეფის გამჭვირვალე სისტემა. არარომაელი დიდგვაროვნები კი მასობრივად შედიან სენატში. მომდევნო დინასტიას კი დააარსებს იტალიელი გლეხის შვილიშვილი ვესპასიანე ფლავიუსი. ფლავიუსი ისტორიკოსებს მოსწონდათ. რა თქმა უნდა, ვესპასიანემ და ტიტუსმა ხომ იუდეველთა აჯანყების ჩახშობისას იერუსალიმის ტაძრისგან დატოვეს მხოლოდ გლოვის კედელი და მოაწყვეს გენოციდი, მაგრამ თანამედროვე და არა რომაული საზომებით. სამაგიეროდ ვესპასიანე იყო კეთილშობილი რომაელი და გადასახადები დააკისრა შარდის შემგროვებლებს საზოგადოებრივ საპირფარეშოებში. ლეგენდის თანახმად, სწორედ მისი ფრაზაა, რომ ფულს უნი არ აქვს. იერუსალიმის დამანგრეველი ტიტუსი კი სულაც მიიღებს ტიტულს მოწყალე. ხალხისთვის ის გახსნის კოლიზეუმს. ტიტუსს უწოდებდნენ ადამიანთა მოდგმის სიყვარულს და ნუგეშს. ხოლო მას შემდეგ, რაც ზეიმების და მასშტაბური მშენებლობების გამო ხაზინა დაიცლება, ვეზუვი გაანადგურებს პომპეის, ჭირიკი ნახევარ იტალიას, ტიტუსს გააღმერთებენ. მეორე საუკუნე ისტორიაში შევა როგორც კარგი იმპერატორების ეპოქა. ტრაიანეს თანამედროვეები თვლიდნენ საუკეთესო იმპერატორად ისტორიაში. მის დროს რომში მილიონი ადამიანი ცხოვრობს. იმპერია კი მაქსიმალურად დიდია. რომს ახალი ტერიტორიები უერთდება მოკირწყლული გზების ქსელით. ეს სისტემა დღემდე განსაზღვრავს ევროპის სატრანსპორტო რუკას. ტრაიანეს შემდეგ ადრიანე დამპყრობლური ბრძოლებიდან გადადის თავდაცვაზე და აშენებს მძლავრ გამაგრებებს ბრიტანეთში, რეინსა და დუნაიზე. რომში შენდება პანთეონი, მსოფლიოში პირველი დიდი გუმბათით გადახურული ტაძარი, ნამდვილი არქიტექტურული სენსაცია. მას მიუძღვნიან ყველა ღმერთს ერთდროულად. მათ რიცხვს ადრიანე მიაკუთვნებს საკუთარ საყვარელს ღმაწვილ ანტინოეს. ჩვენამდე მოღწეული რომაელების გამოსახულებებიდან ყველაზე ბევრი ანტინოეს გამოსახულებებია. ბოლო კეთილი იმპერატორი, ფილოსოფოსი მარკუს ავრელიუსი თავისი მმართველობის დიდ ნაწილს სამხედრო ლაშქრობებში გაატარებს. ბრძოლებს შორის შესვენებების დროს ის დაწერს სტოიკური ფილოსოფიის მანიფესტს ფიქრები. მარკუს ავრელიუსის შვილის კომოდუსის დროს პაქს რომანა, რომის სამყარო, დასრულდა. სახელმწიფო საქმეებს მას გლადიატორის დიდება ერჩივნა. შეთქმულების შედეგად იმპერატორი ბრძოლაში ოპონენტმა დაახრჩო. რომი ქაოსმა მოიცვა. მომდევნო 100 წელი ეს არის არმიის მიერ გამოცხადებული შემთხვევითი იმპერატორების მონაცვლეობა. ტახტზე რიგრიგობით ადიან პერტინაქსი, გათავისუფლებული მონა, დიდიუდ იულიანუსი, ავანტიურისტი, რომელმაც ტახტი აუქციონზე იყიდა, სეპტიმიუს სევერიუსი, აფრიკული წარმომავლობის მხედართმთავარი, რომელიც მთელ იმპერიაში აღმართავს ყოფილი მტრის განიბალის ქანდაკებებს. მზის სირიელი ქურუმი, ჰელიოგაბალი და ყოფილი მეცხვარე მაქსიმინუს თრაკიელი. 212 წელს იმპერატორმა კარაკალამ, რომელიც ნახევრად აფრიკელი და ნახევრად სირიელი იყო, მოქალაქეობა მიანიჭა იმპერიის თითქმის ყველა თავისუფალ მცხოვრებს. იდეა, რომ რომაელი შეიძლება იყო იუდეაშიც, აფრიკაშიც და საერთოდ იმპერიის ნებისმიერ კუთხეში, შესაძლოა რომის მთავარი მემკვიდრეობა, რომლითაც დღეს ჩვენს ვსარგებლობთ. მესამე საუკუნის შუა წლებში რომი უკვე ისეთ კრიზისშია, რომ მას ეცლებიან მთელი პროვინციები. მაგალითად, გალები საკუთარ იმპერიას გამოაცხადებენ. წესრიგს აღადგენს დიოკლეტიანე.
რომელმაც კარიერა ჯარისკაცობიდან დაიწყო და აბსოლუტურ მონარქად დაასრულა, რაც სოციალური მობილურობის საოცარ მაგალითს წარმოადგენს. დიოკლეტიანემ იმპერია 4 ნაწილად დაყო, 4 თანამმართველით 4 დედაქალაქში საზღვრებთან ახლოს. რომმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა. სენატი ქალაქის საბჭოდ გადაიქცა. ქვეყანას ეხლა მართავდა მოხელეების არმია, რომელიც უშუალოდ იმპერატორებს ექვემდებარებოდა. ასე დასრულდა ანტიკური სამყარო, რომელიც იდგა ისეთ ცნებებზე, როგორებიცაა თავისუფალი საზოგადოება და მოქალაქე. იმპერატორი პრინცეპსიდან გადაიქცა დომინუსად, ანუ ბატონად. ასე მიმართავდნენ ხოლმე პატრონს მონები. მოქალაქე გახდა ვასალი, მეომარი ჯარისკაცი, გლეხი ყმა. თავად დიოკლეტიანე 20 წლის შემდეგ უარი თქვა იმპერატორობაზე და გადავიდა საკუთარ მამულში კომბოსტოს მოსაყვანად. დიოკლეტიანეს წასვლის შემდეგ თანამმართველები ძალაუფლებისთვის ბრძოლას დაიწყებენ. გაიმარჯვებს მომავალი წმინდანი მოციქულთასწორი კონსტანტინე I დიდი. რომისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ის თითქოს დაინახავს ცაზე ჯვარს და წარწერას ამით სძლიე. ამის შემდეგ კონსტანტინე ყველა რელიგიას უფლებებში გაათანაბრებს. 300 წლიანი დევნის შემდეგ ქრისტიანები გამოდიან კატაკომბებიდან და იძენენ უფლებას ააშენონ ავგუსტუსის და მარსის ტაძრების დარი ეკლესიები. კონსტანტინე იმ ცნობილ ჯვარს გადაიტანს იერუსალიმიდან რომის იმპერიის ახალ დედაქალაქში კონსტანტინოპოლში. თეოდოსიუს I ქრისტიანობას ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადებს და დაიწყებს ანტიკური ტაძრების ნგრევას. თეოდოსიუსი დარჩება ერთიანი რომის იმპერიის ბოლო იმპერატორად. უკვე მისი შვილები არკადიუსი და ჰონორიუსი გაყოფენ რომის იმპერიას 2 ნაწილად, დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. აღმოსავლეთ ნაწილი კიდევ 1000 წელს იცოცხლებს. ჩვენთვის ის ცნობილია როგორც ბიზანტია. დასავლეთ ნაწილი კი გახდება ხალხთა დიდი გადასახლების მსხვერპლი. მიგრანტების დაფუძნებული რომი დაეცემა მიგრანტების ახალი წნეხის გამო. ბედის ირონიით, რომის ბოლო მმართველის სახელი იქნება რომული, რომულუს ავგუსტულუსი. თანამედროვე რომის ცენტრში, კოლიზეუმიდან და ფორუმის ნანგრევებიდან ოდნავ მოშორებით დგას მავზოლეუმი. მისი პატრონი არც იმპერატორი იყო და არც სენატორი. ეს იყო უბრალო მცხობელი ევრისაკი, მარკუს ვერგილიუს ევრისაკი. ის დაიბადა მონად ბერძენი მიგრანტების ოჯახში, რომს მაშინ საბერძნეთი უკვე დაპყრობილი ჰყავდა. შემდეგ ევრისაკმა მიიღო თავისუფლება და დედაქალაქთან გააფორმა კონტრაქტი ურით მომარაგებაზე და იმდენად გამდიდრდა, რომ საკუთარ თავს და ცოლს ძეგლი დაუდგა. რომამდე, სადმე ძველ ეგვიპტეში და რომის შემდეგაც შუა საუკუნეებში, შენ რა სტატუსითაც დაიბადებოდი, იმ სტატუსითვე მოკვდებოდი. ევრისაკის ცხოვრება და კარიერა ეს არის პასუხი იმაზე, თუ როგორ შეძლო რომმა ზესახელმწიფოს შექმნა, რომელმაც 1000 წელზე მეტხანს იარსება. თქვენ რას თვლით რომის წარმატების მთავარ მიზეზებად? მოგწერეთ კომენტარებში. მანამდე კი აუცილებლად გამოიწერეთ ზღარბი და დაელოდეთ მომდევნო ისტორიებს.